რა არის მედიტაცია? მედიტაცია საუკუნეების განმავლობაში არსებული ტრადიციაა. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია გონების გასაცვლელად, ფოკუსირებისა და აზრების გადამისამართებისთვის. მედიტაციის მიზანი თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. ზოგი მედიტირებს სტრესის შესამცირებლად, ზოგი კი იყენებს მას კონცენტრაციის, მეხსიერებისა და სულიერი განვითარების გასაუმჯობესებლად. არ არსებობს მედიტაციის სწორი ან არასწორი გზა. პრაქტიკა უნიკალურია და შეიძლება მორგებული იყოს თქვენს საჭიროებებსა და პიროვნებაზე. თუმცა არსებობს რამოდენიმე პუნქტი, რა დროსაც რეკომენდირებული არ არის მედიტაცია. შიზოფრენია როგორც დიაგნოზი, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა დაავადებები, რომლებშიც ადამიანის კოგნიტური ფუნქციები, მეხსიერება, დროსა და სივრცეში ორიენტაცია დაქვეითებულია. მიუხედავად იმისა, რომ მედიტაცია საუკუნეების განმავლობაში არსებობს, მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს მისი გავლენა ტვინზე. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ მედიტაციას შეუძლია შეცვალოს ტვინის სტრუქტურა, სხვები აჩვენებენ, რომ მას შეუძლია შეცვალოს მისი ფუნქცია. მედიტაციას შესამჩნევი გავლენა აქვს ტვინის სამ უბანზე: ნაცრისფერი ნივთიერება, პასუხისმგებელია კუნთების კონტროლსა და სენსორულ აღქმაზე, მათ შორის ემოციებზე, მეხსიერებაზე, მეტყველებაზე, მხედველობაზე, სმენასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. პრეფრონტალური ქერქი პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე, სოციალურ ქცევასა და ემოციურ რეგულირებაზე. ამიგდალა აკონტროლებს ემოციურ რეაქციებს, განსაკუთრებით შიშს, ბრას, შფოთვას. ჰიპოკამპი პასუხისმგებელია მეხსიერებასა და სწავლაზე. ჟურნალ ფსიქიატრიის კვლევაში გამოქვეყნებულ მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 8 კვირიანი გონება მახველობაზე დაფუძნებული სტრესის შემცირების ტრენინგი ზრდის ჰიპოკამპის კორტიკალურ სისქეს, ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და ემოციების რეგულირებაზე. კვლევამ ასევე აჩვენა ამიგდალას მოცულობის შემცირება, ტვინის იმ ნაწილის, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ ემოციებზე, როგორიცაა სტრესი, შიში და შფოთვა. მონაწილეებმა, რომლებმაც განიცადეს ცვლილებები ტვინში, ასევე აღნიშნეს, რომ ნაკლებად გრძნობდნენ სტრესს. ამგვარად, მედიტაციამ არა მხოლოდ შეცვალა მონაწილეთა ტვინის სტრუქტურები, არამედ შეცვალა მათი კეთილდღეობაც. თუ როგორ ზეგავლენას ახდენს მედიტაცია ჩვენს ტვინზე და მის ფუნქციონირებაზე, უამრავი კვლევა არსებობს და ყველა თანხმდება იმაზე, რომ მედიტაცია აჯანსაღებს ჩვენს ტვინს და გვეხმარება ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში და საკუთარი თავის განვითარებაში, როგორც ფიზიკური კუთხით, ასევე სულიერადაც. თუ ამას კორექტულად ვაკეთებთ, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის დახმარებით. კვლევების აღწერა შეგიძლია ეხელო ამ ვიდეოს ქვემოთ.